მოგესალმებით მეგობრებო, უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით და როგორც არასოდეს დღეს ყველა ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა რომ არსებობთ. დიდი მადლობა რომ გული გიძგეთ ქართული პატრიოტიზმით, ხახტო. დღეს ძალიან ემოციური დღეა. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ემოციური დღეა. ძალიან ბევრი ემოცია ირევა ერთმანეთში. ბევრი ემოცია ირევა. და პირველ რიგში პირველი ემოცია ეს არის ბრაზი. ბრაზი იმიტომ რომ აქ და ახლა ჩვენს თვალწინ საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. დიახ, ისტორიული უსამართლობა ხდება აქ და ახლა ჩვენს თვალწინ. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს, როდესაც ვკითხულობდით, სადაც ბევრჯერ გამგვიდევნია, შეგვივიწროვებია, ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული დიდი ქართველი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე. მაგრამ დღეს ის რაც ხდება, ამ ყველაფერს წიგნებში არ ვკითხულობთ. ამ რეალობაში აღმოჩნდით, ჩვენს გარშემო არის ეს ისტორიული უსამართლობა. და დღევანდელი დღე საწინდარი არის იმისა, რომ კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო საქართველოს ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა საამაყო ფურცელზე დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე, მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რომელიც აი ამდენ იმ ემოციაში ირევა, ეს არის იმედი. და რატომ იმედი? იმიტომ რომ ის რაც უკვე მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით. მაგრამ დღევანდელობას შევცვლით თქვენი სიმრავლით, თქვენი სიმტკიცით და თქვენი სიმართლით. აი ამ ყველაფრით შევცვლით ჩვენ რეალობას და დღევანდელობას. და ამიტომაც ერთ-ერთი ემოცია, რომელიც ჩვენ გვეუფლება ახლა, ეს არის იმედი. კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა თავისუფლების მოედანზე და არა მხოლოდ, ეს არის სოლიდარობა. ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვიცით, ყველამ განურჩევათ პოლიტიკური შეხედულებისა. მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყარეო არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება პოლიტიკურ ლექსიკაში, უნდა ვთქვა, მანამ სანამ უთავმოყარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ შვიდად ვერ ვიქნებით. ჩვენ ხელებს არ ჩამოუშვებთ, მანამ სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა ხახტო გარდა სამართლინო მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია დანარჩენი მთელი ნორმალური ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან. და ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედით კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, მანამ სანამ ის არ გამოვაგარეთ ხახტო. არა როგორც ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, სულით ჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა,
არა მხოლოდ როგორც მართლაც დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ვინც დღეს აქ მოვიდა და გაიზიარა ეს ტკივილი და ეს საფრთხე, რომლითაც წინაშე ჩვენ აღმოჩნდით ყველანი ერთად და ბევრი რაღაცა გადააბიჯეთ. დიდი მადლობა, მე ვნახე აქ ბევრი პოლიტიკური განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები. მადლობა ხახლო, ასე უნდა აშენდეს თანამედროვე სახელმწიფო. ეს აქცია არ და ვერ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის ეგიდით ჩატარებული. მიხეილ სააკაშვილის როგორც ასეც კი არ სჭირდება ზრუნვა, არამედ ამ ქვეყნის ღირსებას და მომავალს სჭირდება ზრუნვა და მადლობა, რომ როგორც ერთნი ისე დავდექით და აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ყველაფერთან ერთად უცხოელმა ჟურნალისტმა კითხა 1 საათის წინ რას უკავშირებთო ამ რაოდენობის ადამიანის გამოსვლას ქუჩაშიო. იცით, ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი ქართველი მიხვდა, რომ ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რეალურად ეს საფრთხე აქვს დღეს ქართველს. დიახაც, ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად ჩვენ არ შეგვეძლო მოქცეულიყავით და არც თუ ისე ცოტა ადამიანი საუბრობდა დღემდე, რამდენი ადამიანი გამოვა, რომ არ გამოვა, ბევრი ვიქნები თუ ძალიან ბევრი. იმაზე ბევრი ვართ, ვიდრე ყველა წარმოედგინა. და რატომ იცით? იმიტომ რომ ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება. გადამწყვეტ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა, ჩვენ შეგვიძლია ხელი-ხელ ჩავკიდოთ ერთმანეთს და აქ თავისუფლების მოედანზეც მათ შორის, სადაც სული დალია უამრავმა ქართველმა წინაპარმა იმისათვის, რომ აი ასე თავისუფლად ჯერ კიდევ საქართველოს დროშას ეფრიალა, ამ დროშების დაწევის უფლებას არავინ არავის მიცემს და ამიტომ ვართ აქ ბევრი. მაგრამ მეკითხებიან, რომ რას აღამო იყო დღეს აქ, რას ვაკეთებდით? ხახლო, პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელი არის, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე. დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ, ქართველმა ხალხმა დამიჯერეთ, მედეთ მერწმუნეთ, ხახლო, თელმა სოფლიომ დაინახა. თუ რას ნიშნავს? მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, რომ არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა, ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ხელის გაწვენის მანძილზე გამარჯვება გველოდება, ხახლო, რომელსაც არ გავატართ ბიძინა ივანიშვილს. და თუ კი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა და გვაკადრა და აკადრა ხალხს. იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშტორებას და 1000 მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ და კიდევ უფრო კაფეო ხმას გავაგონებთ. ოღონდ არა უბრალოდ ხმას, ხახლო. ჩვენი ძალა არის უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ სიმრავლეში. ბიძინა ივანიშვილო თავს უფლებას მივცემ და ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას,
სხდომის მოპოვებაში ჩვენ მაგიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმოს და მომავალს და რაც თავარია ღირსებას ეს არ არის ხუმრობა ხახდო ეს არის წველი სიტყვები არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა ამდენ ადამიანს ვერავინ ვერც როდიონოვი ვერც გრაჩოვი და ვერც ახლანდელი ვერც პუტინი ვერ დაამარცხებს ვერასოდეს რატომ იცით იმიტომ რომ მართლები ვართ როგორც არასოდეს კითხულობენ მეგობრები რა არის გეგმა როგორია თქვენი გეგმა გეგმა არის ერთადერთი გეგმა მეორე ვერ და არ იქნება ეს გეგმა არის გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა ყველა 30 ოქტომბრამდე უნდა გადავწყვეტეთ პირველ რიგში ჩემი თხოვნა იქნება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლება და წარმომადგენლება ხახნო არ დავიზაროთ აი იქ უნდა აღმართოთ მშვიდობიანი ცოცხალი კედელი რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს გამადიდებელი შუშით შეხედავს მთელი დასავლური დემოკრატია და მართლაც უღირსი უნდა იყოს ის ადამიანი ვინც კიდევ თუ გაბედა ბიძინა ივანიშვილმა აბუჩა დაგდება ჩვენ მას ამ ყველაფერს ვაპატიებთ გამორიცხეთ თუ რამე მინდა გაიგოთ ახლა თუ რამე მინდა თქვენ სახლებში თქვენ ძვირფას ოჯახებში წაიღოთ გზავნილის სახით არის შემდეგი 30 ოქტომბერს ხახნო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად იმისათვის რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი არ ქონდეს ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავდადებით და თავგანწირვით მიუხედავად იმ რისკებისა რომელიც მის წინაშე არსებობდა არაფრად ჩააგდო დევნისა და ციხის საფრთხე და ამ თავდადებამ და მის მიერ გადადგმულმა ძალიან დიდმა ნაბიჯმა მის ბრძოლაში რეჟიმი გაბზარა უსამართლობა დაასუსტა და ძალადობის მუხტი რომელიც მოდიოდა ხელოვნურად აზვირთებული შეამცირა დღეს ჩვენ ვხედავთ დიახაც შეშინებულია ხელისუფლება ხახნო რომელიც იმას კადრულობდა რასაც დღეს კადრულობდა რუსთავში სამტრედიაში გორში და ასე შემდეგ საკუთარი დეპუტატები გამოიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფის ცდილობები ქონდათ თქვენზე მაგრამ მადლობა იმისათვის რომ თქვენ მშვიდობით უპასუხეთ მათ ამ გამოხტომას ეს არის ძალა რომელიც გაგვამარჯვებიებს 30 ოქტომბერს დღეს შესაძლებელია მავანი ელოდებოდა რომ აი ამ აურაცხელი ადამიანის შეკრების შემდეგ აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმეოდა ჩვენს მიერ და სადღაც ცოტა ადამიანმა რამდენიმე პოლიტიკოსმა პატივისცემა მას მაგრამ თქვენს იცით რა ჩვენ არ მივალთ იქ სადაც არ ვიცით რა ორგანიზაციული საკითხები როგორ გადაწყდა ამიტომ შორიდან დავაკვირდებითო და რატომ ქონდათ ის მოლოდინი ხახნო ვინმეს რომ ჩვენი თვითმიზანი არის ძალადობა ხახნო ჩვენი თვითმიზანი ძალადობა არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასოდეს არ ყოფილა მაგრამ ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავებისა ოჯახებისა და სახელმწიფოს და ხმების დაცვა 30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება რომ აცდება ან ბრძოლა გვირდებით იქნება ბოლომდე იქნება შეუპოვარი მხოლოდ წინსვლა და მხოლოდ ბრძოლის ყიჩინა და აქ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მარტო არ ვიქნებით მარტოები მე მინდა რომ მთელი საზოგადოება ისევე როგორც დღეს აქ ვიყავით ერთად დავდგეთ ხახნო იმიტომ რომ აი ამ უბანში გავიზარდე და დავიბადე ხო და 2003 წლამდე მახსოვს აი ამ დროს
ღამის ამ საათებში შეუძლებელია ფეხით აგევლო და ასულიყავი და მოხვედრილიყავი ჭონქაძის ქუჩამდე. ისე თუ ვიღაცა ან იარაღით არ დახვდებოდა, ან ცივი ან ცელსასროლით. და სიცოცხლე არაფრად გირდა. პოლიცია როგორც ასეთი არ არსებობდა. სახანძრო სამსახური არ არსებობდა. არ არსებობდა სასწრაფო დახმარება. სახელმწიფო არ არსებობდა. არსებობდნენ კანონიერი ქურდები მხოლოდ, რომლებიც მართავდნენ ამ სახელმწიფოს. და ბევრ ადამიანს აღარ ქონდა იმედი საერთოდ, რომ შეიძლება ამ ქვეყანიდან რაიმე გამოვიდეს. არა შუქი, არა გაზი, არაფერი, არანაირი ელემენტარული საბაზისო პირობებიც კი ნორმალური ცხოვრებისათვის. და სრულიად მოულოდნელად. იმიტომ რომ ადამიანს მის მეგობრებთან ერთად სჯეროდა წარმატების. ხო თუ არ ვწდები აი ამ აივნიდან მიმართა საზოგადოებას. და მოხდა მშვიდობიანი ცვლილება ხელისუფლებისა. ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია. და ძალიან მალე უდიდესი კონტრასტი დაინახა ყველამ აბსოლუტურად. და სახელმწიფოებრივი საფუძვლები კი არ შეიქმნა მხოლოდ. ცხოვრების სტანდარტი იქნებოდა და იზრდებოდა. და ბევრი ადამიანი მოისწრაფოდა საქართველოში, რო აქ ჩამოსულიყო და ეცხოვრა და ბინა დაიდო. კახეთში ტურისტი არ ჩადიოდა უბრალოდ, იმიტომ რომ შესაბამისი პირობები არ იყო. მხოლოდ ხაშლამის საჭრელად თუ ჩადიოდნენ კახეთში. სამეგრელოში ან ჩახვიდოდი დაღამებამდე, ან ვერ ჩახვიდოდი ისე რომ მანქანა არ წაერთვიათ. ამ ადამიანმა გააკეთა ის, რაც მოდით ვაღიაროთ, ჩვენ ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ. და ეს ადამიანი არ იმსახურებს, ხახნო, ღარიბაშვილის ხელით და ივანიშვილის ხელით აი ამ უსამართლო სატუსაღოში იყოს. არავინ არ უარყოფს. და ეს არის ჩვენი სიძლიერე, მათ შორის ნაციონალ მოძრაობის და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. არავინ არ უარყოფს, რომ დიდი საქმეების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, შეცდომების დაუშვიო, იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა მქონდაო. ახალგაზრდა გუნდი ხელისუფლებაში მოსული. მაგრამ ვის არ დაუშვია შეცდომა. მაგრამ იმ სასამართლოში, რომელსაც მურუსიძე განკარგავს, ივანიშვილის დავალებით, არანაირი უფლება არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გასამართლების, ხახნო, და მეც გაასამართლებს. ნდობა არის ნულოვანი ასასამართლოს მიმართ. მიხეილ სააკაშვილმა მე მინდა აქედან მიმართო. იშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე. მორალურად ხარ უკვე გამარჯვებული. აი როგორც გაიმარჯვე მორალურად უკვე, ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება ამ არწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის გეგმაც. რა არის გეგმაზე, როდესაც ჩამოვარდება საუბარი? ეს არის ჩემი გეგმაც, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმაც, ეს არის მთელი ოპოზიციის გეგმა. ეს არის ყველა პატრიოტსანი ღირსეული საქართველოს მოქალაქის გეგმა. ჩვენ არ გვინდა ვიღაცის დამარცხება, ხახნო. ჩვენ გვინდა გამარჯვება. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში იცხოვრებოდეს და ბევრი ბედნიერი ლაღი ადამიანი ცხოვრობდეს. ამიტომ ვიბრძვით, ამიტომ ზვარაკად ვეწინებით, ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა. მე ვიცი, ისიც ვიცი ძალიან კარგად, რომ დიდი პარტია ვართ, მართლაც დიდი პარტია ვართ. სხვადასხვა გავლენები და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, ხო ნორმალურია, ევროპული ყაიდის პოლიტიკური ორგანიზაცია. მიხეილ სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია ჩვენ და უნებურად ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ. მაგრამ მეწმუნეთ, ხახო და მიხარია, რომ უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიტყვებში, რომელსაც მე ახლა ვიტყვი. არასოდეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა. თუ კი რამე გვინდა, თუ კი რაიმესკენ მივისწრაფით, ეს არის ერთობა და გაერთიანება. ეს არის ერთსულოვნება, ხახო. ეს არის ერთიანი მოძრაობა, ერთიანი არა ნაციონალური მოძრაობა. არამედ ერთიანი სახალხო მოძრაობა, ხახო. არ ვაპირებთ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას. შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობის გუმხურვალე
რაღაც რაოდენობას ამორჩევლების ეს არ მოწონს, ოდესაც ვამბობ, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით. და ეს გვინდა ამ ყველაფრის დიახაც, პიონერებიც გვინდა ვიყოთ. ჩვენ გვიხარია რომ ბევრი კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თანამებრძოლს დღეს ეს კომპლექსი აღარ აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ დავარწმუნოთ ერთმანეთი რომ ეს საქართველო, ეს მაიდანი, ეს თბილისი, სამეგრელო, კახეთი, საფრთხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია ყველას ეკუთვნის ხახო. ეს არის ის გზავნილი რომელიც მინდოდა ყველა ოჯახში შესულიყო. მაგრამ თავარი მინდა ასევე თქვა, გავიმეორო. არ ხუმრობთ ბიძინა ივანიშვილო. არ ხუმრობთ. ჩვენ უკან დამხელები არა ვართ, სიცოცხლის ფასადაც კი. მაგრამ ეს სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. არაფერი არც ჩვენგანს. დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ნებისმიერ ჩვენგანით. არაფერი იმაზე ძვირფასი არ გვაქვს, ვიდრე ჯანმრთელობა და ვიდრე სიცოცხლეა. მაგრამ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სამწუხაროზე მისატანი თუ იქნება ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის მივიტანთ, აუცილებლად მივიტანთ. იმიტომ რომ ღარიბაშვილებს და ბატონ კობახიძეებს ან ჯერ თქვენ ოჯახ აშენებულებო სად გაიზარდეთ? ვინ გასწავლათ? როგორ იქცევით დატყობებულ ადამიანს, რომელიც უკვე მერამდენე დღეა შიმშილობს? და რა ვინ იცის სხვა და ზეგ მის ჯანმრთელობას რა ბედი ეწევა? რა შეურაცხყოფებს აყენებთ? როგორ აბუჩად იგდებთ? და თქვენ გონიათ რომ ამით ჩვენ გვაყენებთ ამ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფას? მე მგონია პირიქით ამით თქვენ თავს იმცირებთ. მე პირდაპირ გეუბნებით, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ვიხილო ციხეში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხახო, თუ ამ ადამიანმა ასე გააგრძელა, რასაც აკეთებს და აღმოჩნდებოდა ციხეში, მე დარწმუნებული ვარ. ნაციონალური მოძრაობის ვერცეთ ლიდერს ვერ ვხედავ საჯარო კომუნიკაციაში მედიასთან, რომელიც დასცინდა პატიმარს ხახო. ისინი გვესაუბრებიან ადამიანების უფლებების დაცვაზე, როდესაც დღენიადად საარაკო ტერმინოლოგიას გამოიყენებენ. მაგრამ რაც არ კლავს გვაძლიერებს, რაც არ კლავს მიხეილ სააკაშვილს აძლიერებს ხახო. ვერ წარმოიდგეთ რა ხდებოდა დღეს აქ. ჩვენ როგორ უნდა ვერ მოვიგოთ 30 ოქტომბერს ხახო. დაატრიალებენ კარუსელებს. არ გაუვათ ხახო. ეხა დავალება აქვს მიცემული. რომ თბილისში თითოეულ უბანში არ არეგისტრირებული იმ რაიონში მაცხოვრებლის თითო უბნის უფროსმა 4 პირადობის მოწმობის მონაცემები მიუტანონ ქართული ოცნების იქ შტაბის უფროსებს, რომ კარგად წარმოუდგენიათ რა ელოდებათ 30 ოქტომბერს და ცდილობენ კარუსელები დაატრიალონ. რა არის ამისი გამოსავალი ხახო? და სად არის? ძალიან მაღალ აქტივობაში. თბილისში დაახლოებით 100,000 თბილისელი პირველ ტურში არჩევნებზე არ გამოცხადდა. აი ახლა უმრავლესობა უნდა მივიდეთ და ჩვენ ყველა ვარიანტში არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით თავისუფლების მაიდანზე. და თუ როგორ მოვიქცევით, ეს დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილზე. ეს დამოკიდებული იქნება და მთელი პასუხისგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს ხახო. ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა ძვირფასმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მიხარია რომ დაივიწყეს რას ნიშნავს ეშინოდეთ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების, ეშინოდეთ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის, ეშინოდეთ საკუთარ ქვეყანაში თავისუფლების დაკარგვის მთლიანად. ჩვენ ჯერ კიდევ, როდესაც ახლა სახლებში წავალთ და დავბრუნდებით, ხო? იმდენად მოწყვლად გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვართ და ვიმყოფებით და ვარსებობთ, არ ვიცით დილის 8 საათზე რომ გავიღვიძებთ. ამ ქვეყანაში დროშა იფრიალებს თუ არა ქართული. იმიტომ რომ აი აქედან ძალიან
ცენტრიდან თბილისის 40 კილომეტრში რუსი ტანკი დგას, ხო? მაგრამ უკვე შემოსულნი არიან რუსეთის ფედერაციის საცეცეები, სახელმწიფო ყველა შტოში, ხახო. ისტორია იწერება თქვენი ხელით, ხახო. 30 ოქტომბერს ჩვენ ძალიან ბევრმა ისტორია უნდა დავწეროთ. ზოგჯერ თეთრი შურით შურს ხოლმე ბავშვი ვიყავი, როგორ მოხდა ცოცხალე ვიყავი, აქვე ცხოვრობდი და 9 აპრილის 99 წლის ვერ ვიყავი რუსთაველის გამზირზე. დიდი პატივი იყო, იქვეც მოახერხა ყოფნა. და იგივე პატივი იქნება 30 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ძალიან ორგანიზებულები, ძალიან მობილიზებულები, იქ სადაც პირველად ბრძოლის ველი გავა, საარჩევნო უბნებზე ვიქნებით. და ამის შემდეგ ვიზეინებთ გამარჯვებას თავისუფლების მოედანზე და სამეგრელოდან, აი სოფელი ხურჩიდან დაწყებული, ახალქალაქით გაგრძელებული და მარნეულით კიდევ მთელი საქართველოს შევიკრიბებით აქ ხალხო. არ არსებობს მოკრიმინალო ელემენტებს საკუთარი ჩვენი შვილების მომავალს ვერ მოვაპარიოთ ბიძინა ივანიშვილო. ტყვია შუბში რომ გაგვარტყა პატივი იქნება, იმიტომ რომ ეს ის ბრძოლა იქნება, სადაც ჩვენი შვილებისთვის დავეცემით ბრძოლის ველზე, ხახლო. არ მოგაბარინებთ, არ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი გასაკეთებელი გააკეთონ 20 წლის შემდეგ. თუ სიცოცხლეა დასათმობი, თუ ჯანმრთელობა არის მოსასმობი, ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მოისმობა, ხახლო, მაგრამ შვიდობიანი ხალხი ვართ ჩვენ. არაფერი სხვა არ გვამოძრავებს. ნუ შეგაშინებთ თქვენ ძვირფასო ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა, რომ იქნება რაიმე სახის ანგარიშორება. არავით არის ანგარიშორება არ იქნება. სუსი არის თქვენსკენ, პროკურატურაა თქვენსკენ. აი აგერ ნახეთ, რამდენი ადამიანი გამოვა 30 ოქტომბერს ერთი ამ 20 დიდ ქალაქში და რამდენი ადამიანი გამოვათ მერე თავისუფლების მოედანზე. და რაც გინდა ის გააკეთე. გინდ ღარიბაშვილი ჩაიყენე წინ. გინდ კობახიძე, გინდ ანზორ ჩუბინიძე და გინდ არ ვიცი ნებისმიერი ბატონი ვონსკი. არ ხუმრობთ ხახლო. არაფერი საჩხუბარი ჩვენ არ აგვაქვს. აი ასე ხელებს ავწევთ და ხელებ აწეულები დაგამარცხებთ ხახლო. შვიდობიანად დაგამარცხებთ, სიმრავლით დაგამარცხებთ. ახლა ჩემო მეგობრებო, ზოგადად ყველაზე რთული ნაწილი არის დიდი შეკრების კულმინაციური ეტაპი, იცით? იმიტომ რომ ჩვენი მეგობრების ნაწილი ყოველთვის გამოინახება ვინც იტყვის, რომ რამდენი შევიკრიბეთ, ხახლო სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, იქ წავიდეთ, აქ წამოვიდეთ. ხახლო, ყველაფერთან ერთად ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მე. და ზუსტად ვიცი, დღეს რა მოხდა. მოხდა ის, რაც აქამდე არასოდეს მოხდა რა უკანასკენ 9 წლის განმავლობაში. გადაივსო მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი. და ეს არის ის, რისთვისაც თქვენ შეწუხდით და ჩამოხვედით და ეს სურათი შექმნით. ამიტომ მორალურად ეხლა გაძლიერებულები ჩვენ ვართ უკვე. პოლიტიკური აკითხი უკვე, გამარჯვება კი რამდენიმე დღეში უნდა გავიფორმოთ. არ მივცეთ შესაძლებლობა გავფანტოთ და წყალს გავატანოთ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს. ჩვენი მართლაც წელში გამართულობა და ზნეობრივი და მორალური პოზიცია, ხახლო. უფლება არ გვაქვს. ახლა ჩვენ რასაც ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა და ჩასაფრებული იყო, აი ხა, აბა, ჯერ ხო იმედი ქონდა რომ არ შევიკრიბებოდით ამდენი. აქ ხო შეცდა. ეხლა ერთი იმედი აქვს, რომ იქნებ რაიმე სახით შეცდომა დავაშვებიო 30 ოქტომბერს ნიკა მელიას ეხა მეგობრებთან ერთად და ხან იქ შევარდეთ და აქ შევარდეთ. არაფერი არსაც შესავალი ხახლო არა გვაქვს. წინ გველოდება ისტორიული თარიღი 30 ოქტომბერი, სადაც ეს ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ და გავათავისუფლებთ და მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება. ხახლო როგორც ქვეყნის პრეზიდენტი სირცხვილია. სირცხვილია. მორჩა გათავდა. არ შეიძლება. ის რაც არ იკადრა მიხეილ სააკაშვილმა, რა 2003 წლამდე საქართველო არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილს და რომელიმე საქართველოს მოქალაქე იტყოდა რომ აი დაუშვათ
რატო დააკავეთ ედუარდ შევარდნაძეო? ალბათ არც მოიძებნებოდა ასეთი ადამიანი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა შორს მჭვრეტელი ადამიანი, მართლაც სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ეს ნაბიჯი არ გადადგა. იმ მმართველობას ეხება, სადაც სახელმწიფო არ არსებობდა, ხალხს უსვამ, ხახნო. სახელმწიფო კრიმინალთა ბანდა მართავდა. და მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი მან არ გადადგა. და ადამიანი, რომელმაც თქვენთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, უბრალოდ ღირსება შემატა ექიმს ბოლო-ბოლო, სადაც სამავტყოფოში არ არსებობდა, არ ვიცი, სალარო და პაციენტი რომ იდიოდა სამავტყოფოში 2003 წლამდე ვარდების რევოლუციამდე, რომ გასინჯავდა, ექიმისთვის ფული ხალათში უნდა ჩაედო. და რამდენად დამცირებული იგრძნობდა თავს, დამცირებულად იგრძნობდა თავს ექიმი წარმოგიდგენიათ. პოლიციას გააჩერებდი, ჯიბეში ფული უნდა ჩაგედო. გინდოდა სამედიცინო უნივერსიტეტში, ნებისმიერ უნივერსიტეტში მოწყობა? დიახაც, ფული უნდა გადაგეხადა რექტორისთვისა და ლექტორისთვის. ასეთი სახელმწიფო იყო, ხახნო? იყო თუ არა, იყო. თავისით შეიცვალა, არ შეცვალა. ვინ შეცვალა? ამ ადამიანმა შეცვალა. მეგობრებთან ერთად შეცვალა და ამიტომ ჩვენი არაუბრალოდ სურვილია, არამედ ვალდებულება არის, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ოლიგარქიული რეჟიმისგან და სააკაშვილი მიხეილი გამოვიდეს უსამართლო ციხიდან. საერთაშორისო დღის წესრიგში იყო, ხახნო? მე ამაყებოდა რიგითი საჯარო მოხელე, როდესაც ვიყავი, ჩამოდიოდნენ უცხოელები სტუმრად, დელეგაციების სახით და როგორც საკუთარ სახლში ისე მიმყავდა, როდესაც მაგალითად იუსტიციის სახლს ვათვალიერებდი, მიხაროდა, საკუთრების განცდა მქონდა. მეგონა რომ მეც ვიყავი პატარა მცირე შემომქმედი ამ დიდი თანამედროვე საქართველოსი, ხახნო? და ბიძინა ივანიშვილს უნდა ამ ისტორიის გადაწერა? არ გამოგივა ბიძინა ივანიშვილო, არ გამოგივა, იმიტომ რომ გააზრებული გვაქვს, რომ ისტორიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ისტორიულ უსამართლობას ჩვენ არ დაუშვებთ. ამიტომ ახლა როგორც ჩვენ შევიკრიბეთ, აი ესე მტკიცეთ, ურყევად, მრავალრიცხოვანი შეკრება გავმართეთ. არ დაგიმალავთ და რა თქმა უნდა განვიცდიდი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რა იქნებოდა ფასი იმისა, თუ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირს ჩვენ შევავსებდით. და დავინახეთ და ახლა უფრო გამაგრებულები და ენერგია გაატკაცებულები ვართ. ამიტომ ძალიან მშვიდად, როგორც ახლა შევიკრიბეთ, უნდა დავიშალოთ, დავუბრუნდეთ ჩვენ სახლებს, ჩვენ ოჯახებს. და მოვემზადოთ 20 ოქტომბრისთვის. და 20 ოქტომბრის შემდეგ რაც გავაკეთეთ და როგორ გავაკეთეთ, ბუნებრივია ეს კომუნიკაცია გვექნება. ახლა კი მინდა მეგობრებს ვთხოვო, საქართველოს ჰიმნი მინდა ერთად ვიმღეროთ, როგორც ის ჩვენ შეგვეფერება, ხალხო, მოგზაურობთ.